მე ახლა ვიმყოფები ზუგდიდში, წერეთლის 165 ნომერში. გამაგრებელ პოლიციაც, აღსროვის ბიუროც და სამწუხაროდ საზოგადოება ძალიან ცოტა ვართ. მე ხელა ფართობზე მაქვს საუბარი და როდის უნდა დამთავრდეს ეს უღმერთო კანონი, გამოსახლებას გულისხმობ. საზოგადოების ერთობა როდის უნდა იყოს, ხო? ახლა აქ რო ძალიან ბევრი ადამიანი ყოფილიყო, დარწმუნებულები იყავით, რომ ეს არ მოხდებოდა, იმიტომ რომ არაერთი ფაქტი გვაქვს იმისი, რომ საზოგადოების დიდი ერთობის შედეგად ძალიან ბევრი აღსრობა გადაიდო და აღსრულება ზოგადად 300,000-მდე ოჯახს ემუქრება სახლიდან გამოსახლება იძულების წესით. კიდე ძალიან ბევრი უღმერთო კანონები გვაქვს და ზუსტადაც უნდა ვიფიქროთ ყველაფერს. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ პირველ რიგში სახელმწიფო ბანკი არის შესაქმნელი, რომელიც იქნება უალტერნატივო ფაქტიურად ასეთ შემთხვევებში და იმაზე არაერთხელ გვისაუბრია და შეგიძლიათ გადახედოთ მამისა ჯაფარაშვილის გვერდსაც, რომელიც აქტიურად საუბრობს ამ ყოველივეზე, ამ კონკრეტულ საქმეში რა თქმა უნდა მხარდაჭერას უცხადებ. ამავდროულად მე ვფიქრობ მთლიანად შესაძლებელი არის მთავრობაც და ზუსტადად ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები უნდა იყოს მთავრობა დაკომპლექტებული და სამწუხაროდ საზოგადოებას ჯერ კიდევ ძინავს. მე ხა აქ ხედავ მობილიზებულს იქეთ აღსრულების ბიჭებიც დგანან და გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ადამიანები ძალიან მტკივა ისეთ ადგილას მუშაობ. ამიტომაც ჩემი მხრიდან მოგმართავ თქვენს, ვინცაც გაქვთ რაიმე სამსახურების შექმნილები, მინიმუმ 50 ადამიანი აღსრულების ბიუროდან იქნებ დავასაქმოთ სხვადასხვა სამსახურებში, რომ არ მოუწიოთ ასეთ უღმერთო კანონების აღსრულება. იქიდან გამომდინარე, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანი კაცი ვარ. მე მესმის მათი თვალებშიც ეთყობათ, როგორ არ უნდოდა და ძალიან ბევრი მსგავსი შემთხვევაც ყოფილა ამ ისტორიების მანძილზე. სადაც ვნახეთ, რომ გულით არ უნდოდა კანონი არ ვალდებოდა, სადაც ხალხის ერთობა იყო და საზოგადოების ერთობა დაინახეს, ასე ვთქვათ, იქ არ გააბედეს ასეთი რაღაცა და არ შემოუდგა. აქედან გამომდინარე მოგიწოდებთ თქვენც რა ასეთ ადამიანებთან პირველ რიგში სწორი საუბარი, ქრისტიანული გონიერება გვჭირდება და ერთმანეთის ვილოცოთ აი ამ ადამიანებისთვისაც, რომ ასეთი კანონების აღსრულება არ მოუწიოთ და პირველ რიგში საზოგადოების ერთობა არის საჭირო. მე რო შემეძლოს ახლა გულწრფელად გეტყვით, აი ხა სულ ერთი იგივე ასე ვთქვათ აღმასრულებელი პოლიცია დადის და სადღაც 50 ადამიანს მაინც ვთვლი ხოლმე. ამას ემატება ხოლმე, იმუბნის პოლიცია ხოლმე ან ქალაქის ან რეგიონის როგორც არის ხოლმე სხვადასხვა ადგილებში. ხოდა მინიმუმ აღსრულების პოლიციისთვის მე რო შემეძლოს კარგ სამსახურებს დავასაქმებდი, რომ არ მოეწიათ ასეთი ადგილებში მუშაობა. მით უმეტეს თქვენ მოგეხსენებათ სამსახურის ძებნა როგორი ძნელი არის საქართველოში, იმიტომაც ყავს ამდენი ემიგრანტი საზღვარგარეთ და იმ ემიგრანტებსაც მინდა მიმართო. გთხოვთ ჩამოდით რა. მარტო ვერ შევძლებთ ამ უღმერთო კანონებს მოვერიოთ და ვერ შევძლებთ იმასაც, რომ ეროვნული მთავრობა მოიყვანოთ ქვეყნის სათავეში. იმიტომ ძალიან ბევრი რაღაც არის შესაძლებელი, ყოველდღე ახალი პრობლემა ემატება და ყოველდღე ახალი გასაჭირი არის ქართველი ერის წინააღმდეგ. და საქართველოს ქართველების ერის გარეშე სურთ ფაქტიურად 300,000 ოჯახს ემუქრება ხალხო, წარმოიდგინეთ გამოსახლება. ხო, ისაც რა ვართ საქართველოში დარჩენილები და სამწუხაროდ დუმილი გონია თქვენ პასუხი, ჩემთვის დუმილი დანაშაული არის. ამიტომაც მოგიწოდოთ ერთობისაკენ, ახლა გთხოვთ ეს ვიდეო მაქსიმალურად გადააზიაროთ და მიმატანოთ ჩემი სათქმელი საზოგადოების უმეტეს ნაწილთან. ამავდროულად იქნებათ შევძლოთ ამ ადამიანებისთვის სამსახურების ძებნაც უკეთესი პირობებით, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ მათ ოჯახებსაც სამწუხაროდ არ აქვთ დალხენილი ცხოვრება და ასეთ ადგილებში უწევთ მუშაობა. ყველა სამსახური დასაფასებელია, მაგრამ ღმერთმა ქნას ოდესმე ვინმე მოვიდეს მთავრობაში, წესიერი ეს მე ვიქნები, სხვა იქნება არ აქვს ჩემს არსებთ მნიშვნელობა, თანამდებობისთვის არ ვიბრძვი მხოლოდ. ვიბრძვი მთავარი ის, რომ ჩემი ერისში უკეთესი კეთილდღეობა იყოს, ჩემი ერის უკეთესი მომავალისთვის ვიბრძვი და ვინც არ უნდა მოვიდეს შემდეგში მთავრობაში, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ასეთი აღსრულების პოლიცია გაუქმდეს და ეს ადამიანები რა თქმა უნდა უკეთეს ადგილებში დასაქმდნენ, იმიტომ რომ არ შეიძლება როცხონად ვიფიქრო ქრისტიანმა ადამიანმა. აქედან გამომდინარე, გთხოვთ გადააზიაროთ, საზოგადოება ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ და მაქსიმალურად ვცადოთ, რომ ადამიანებსაც შეუქმნათ ღირსეული პირობები საცხოვრებლად და რომ არ მოუწიოთ ასეთ ადგილებში მუშაობა. და გარდა გამოსახლების კანონის გაუქმებისა, კიდე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა გავიაზროთ, გავითვალისწინოთ და
ერთობის დრო არის. მადლობა ყურადღებისთვის.